ნებისმიერ როცნებას აგისრულებ ახლავე. პოდკასტის წამიდა, მაგრამ ვერ მოვიცადე ვერაფრით. მოდი ბარემ შენოცება რეალობად ვაქციოთ. და თუ პოდკასტის პირველ ეპიზოდს წარმატებით ჩაწერ მოტივაციისთვის 3-5 ბარემის შოკოლადის ბატონს გაჩვქებ. ეგ კაია, მაგრამ არც ნუ არ იყოს არც ტექნიკა არ მაქვს მაგისთვის. მაგაზე არ ნერვიულო, მაგას მე მოვაგვარებ. სცენა უკვე მზად გვაქვს. სცენა გვაქვს, მაგრამ სტუმარი რომ ყავს. ბარბარე! რა ხდება? აი შენი დღევანდელი სტუმარი. კარგი, ახლა ურადოვი რაღაც გვჭირდება. ერთი შენი პოდკასტის სახელი და მეორე თუ რაზე ისაუბრე. რაღაც აბიტურიენტი ვარ, შეიძლება აბიტურიენტობაზე ვისაუბროთ. და სახელი ბარემ ჩავაბაროთ. გამარჯობა მეგობრებო, ეს არის ბარემ ჩავაბაროთ პოდკასტის პირველი ნაწილი, სადაც ვსაუბრობთ აბიტურიენტ პრობლემებზე და ჩვენი პირველი სტუმარი არის ბარბარე. ისე გააწერას მოვახერხებ პროგრამა იქ. მე არ ვცდიდი, არ მიცდია მე და ვერ გეტყვე, მაგრამ არ ვცდიდი, არ დავტესტავდი. როგორი დამკვირვებელი გყავდა? მე ძალიან კარგი დამკვირვებლები მყავდა. აი, იდეალური უკეთეს ვერ ვინატრებდი. ღამეებს თუ ათენებდი აბიტურიენტობის დროს. მეცადნეების გამო ღამეები არ მითენებიან და ზოგადად ჯობია რომ დაიძინო და მე მეორე დილით გაიღვეწო ადრე და აანაწყავრო. კიდე ერთი რაზეც ნერვიულობ არის, რომ საათს მინდა იქ რო ვერ მოხვდე, მე რა ვქნა. არ მთავრდება მაგით ცხოვრება, არა უშო. სავარია ნეტვორკინგი უნივერსიტეტში და მაგას ყველგან მოახერხებ, სადაც არ უნდა მოხდე. მადლობა ძალიან დიდი ბარბარე, ძალიან საინტერესო იყო, ცოტა დავწყარდი და იმედია ჩვენი მოყურებელიც ასევე დაწყნარდება ბარბარესთან ერთად. ეს 3-5 ბარემი შენი მოტივაციისთვის რომ ბარემ სხვა ოცნებებიც აისრულო. აბა როგორი იყო შენი პირველი პოდკასტის გადაღების გამოცდილება? ცოტა ვინერვიული, მაგრამ ძალიან კარგი იყო საბოლოო ჯამში ალბათ გავაგზავნოთ გადაღებას.